სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას და ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგ კითხვას იგივე პიროვნებას უსვამს გერი ბოლი და სხვათა შორის ეს კითხვა დაზუსტება ან ჩაგიკითხებითო, ხო იცით? მეც გამიჩნდა ბატონ ჯონთან, იმიტომ რომ ბატონი ჯონი არის ძალიან თავშეკავებული ადამიანი და ხშირ შემთხვევაში ის არაკონკრეტებს ხოლმე, რომ არ წახალისდეს პიროვნება რაღაცა ისეთში, რომელიც შეიძლება მას ცუდად შემოუბრუნდეს. ლაპარაკი არის მაგალითად გახსოვთ წინა კითხვა-პასუხებზე და ადრეც მაგას ნათქვამი აქვს თუ არა ადამიანს დაიცვას თავის საკუთარი თავი და საკუთარი სიცოცხლე. და როდესაც იქ ლაპარაკობდა ბატონი ჯონი, ამ მაგალითს ეხლაც მოიყვანს, როცა ბეისბოლის ჯოხით ის შეეცადა და შეაშინა პიროვნება, რომელიც სახლში შემოვარდნა უნდა მანიაკს. მაგრამ მე კითხვა გამიჩნდა, იმიტომ ამერიკაში ძალიან პოპულარული იარაღის ქონების უფლება. კალიფორნიაში შეიძლება ისე პოპულარული არ იყოს, მაინც ლიბერალურია შტატი, მაგრამ ძალიან ბევრ შტატში ჩვეულებრივი რამეა და ხალხს აინტერესებს, რამდენად შესაძლებელია ამის გამოყენება უკვე ჯონ მაკარტურის პირიდან რო გაიგონ, გესმით? და მეც ამიტომ დავასათაურე ეს, მიუხედავად იმისა, რომ პიროვნება იარაღს არ ახსენებს, იგულისხმებოდა. ქრისტიანებს შეუძლიათ რომ ყაჩაღებისგან იარაღითაც კი დაიცვან თავიანთი ოჯახები. აი ნახოთ ახლა მეორე ჯერზე როგორ უპასუხებს ამას ჯონ მაკარტური. მეორე კითხვა არის ის, რა საშუალებებით შეგვიძლია როგორც ქრისტიანებს რომ დავიცვათ საკუთარი თავი და ჩვენი ოჯახის წევრები სახლში შემოჭრილი ადამიანებსაგან. ეს ძალიან აქტუალურია. ხო, კანადაში და იმაში ავსტრალიაში ჯაყვადანაც კი ამოიღეს ხალხისაგან ავსტრალიაში მე რო ვიყავი, როცა მოხდა ეს დიდი მკვლელობები. ტასმანიაში პიროვნებამ რომ მოკლა, ძალიან გამკაცდა. ახლა კანადა შედარებით უფრო ადვილი იყო და მეც ჰქონდა იარაღი, მე მოვიშორე, ორი იარაღიც ჰქონდა, იმიტომ მინდოდა იარაღის ჰქონა ავსტრალიაში წარმოუდგენელი რამე იყო. და აი აქ უფრო ადვილი იყო, მაგრამ ამერიკაში ვიცით რომ ძალიან ადვილია. აი ძალიან ადვილი ბოლოს რო ვიყავი კენტაკის შტატში, ერთ-ერთ პატარა მიყრუებულ ქალაქში ქვეძებდი რაღაცა დამაბარეს რაღაცა ესეთი სპეციალური დანა, რომელიც აქ არის შოვნებოდა და რომ მივედი იქ ვნახე ხალხი, რომელიც, რა ვიცი, აი როგორ გითხრათ მეთქი, მთელი არმია იყო იმ მაღაზიაში, იყიდიდი ყველაფერს აბსოლუტურად. ხო და არის კიდე უფრო ესეთი შტატები, სადაც პატარა ბავშვსაც შეუძლია, იცით, ტეხასში და იმაში უკვე იმიდან ახლა ტარება შეიძლება არ ქონდეს, მაგრამ სროლაზე იმას ყველაფერს ასწავლიან და სახში ქონა ხო ჩვეულებრივი რამეა და უკვე ტარებაზეც არის ლაპარაკი. ხო პატარის ტარება არ შეგიძლია, მაგრამ დიდის გონი ტარების უფლებაც მანქანაში და იმაში გააჩნია შტატებს. ხო მე არ მინდა ვიყო, იცვლება ხოლმე კანონები. მე მინდა ვთქვა, რომ უბრალოდ ამერიკელი სხვანაირად უყურებს ამას და ერთ-ერთი კონსტიტუციაში ცვლილებაც ეგ არის, ხო? იარაღის ტარების უფლება და ამაზე დიდი ომებია, დიდი ბრძოლებია, იცით, რომ ამოღება უნდა სახელმწიფოს, როგორც სხვა სახელმწიფოებმა განაიარაღეს მოსახლეობა და ეხლა ადვილია, ხო, განაიარაღებულ მოსახლეობის გაკონტროლება, მაგრამ ამერიკა ძალიან რთულია. ამერიკაში ავტომატებიც კი შეიძლება ქონდეთ ადამიანებს სახში. ასე რომ ეს კითხვა ძალიან ლეგიტიმურია პიროვნებას რო აწუხებს და აინტერესებს უკვე ისეთი პიროვნება როგორც ჯონ მაკარტურია ამ საკითხს როგორ უყურებს. მე მახსოვს ჯონ მაკარტური ერთგანაც ჩვენ შეხვდებათ, ხო? როცა ლაპარაკი იყო ირმის და ნადირობაზე, ძალიან ჩვეულებრივად უყურებს ამას და ეტყვის კიდევაც პიროვნებას, რომ იმიტომ ირემზე ნადირობა ეს დიდი ტრადიცია, ოჯახი მამას დის შვილს ამ ტრადიციით რო იცოდეთ. ალბათ იცით ის ფილმიც, ხო? ირმებზე მონადირე და ეს დიდი ტრადიცია, ბევრი ირემია სხვათა შორის, ეგეც უნდა თქვა, ნუ გონიათ რომ ცოტა ირემი და ის საქართველოში რო ისე ხოცავენ, აი ძალიან ბევრი ირმებია ამერიკაში, ალბათ მე არ ვიცი ქვეყანა სადაც ამდენი ირემი იყოს. ერთხელ რომ მივდიოდი ჩვენ პენსილვანიის იმაზე, აქეთ და იქით დავთვალეთ, შეიძლება 100-ზე მეტი და ვინც იცის ახლა ქართველები ბევრი მოგზაურობენ, ძალიან ბევრი მკვდარი ირემი, იმიტომ ძალიან ბევრი არის რა და როცა აჩანაგებენ ისინი ფერმებს, ესე უნდა შეხედოთ ამას, ხო? როცა დათესილ ნათესებს და იმებს აჩანაგებენ, ბუნებრივია მთავრობა აძლევს უფლებას. ახლა ჩვენთან ლიმიტირებულია კანადაში, გონი ერთი მუსია თუ რაღაცა წელიწადში, სადაც ნადირობენ ხოლმე რომ მოგცენ ნებართვა, ერთი უნდა დაუშვათ მოკლა, მაგრამ ამერიკაში ძალიან ბევრია გლებზე ნადირობაც იცით, ხო? როცა საშიშროება იყო და თითქმის გადაშენების გზაზე იყო, ასე რომ ეს კითხვა ძალიან ლეგიტიმურია ამერიკულ იმაში. ეს პატარა შესავლის სახით რომ წარმოდგენა გქონდეთ თქვენ ამაზე. და ჯონ მაკარტური პასუხობს.
რამდენადაც ესე იგი თქვენ გაინტერესებთ რამდენად შორს შეგვიძლია ჩვენ წავიდეთ როგორც ქრისტიანები რომ ოჯახები დავიცვათ პირადად მე მჯერა რომ ჩვენ გვეძლება ეს პასუხისმგებლობა ბიბლიიდან რომ დავიცვათ ჩვენი ოჯახები მე მგულისხმობ თქვენ თუ უბრალოდ შეხედავთ ეფესელებს იქ აშკარაა რომ უფალმა ქმარს მიცა უფლება და მითითება პირდაპირ გაგებით რომ ქმრებო გიყვარდეთ თქვენი ცოლები ისევე როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და დადო გასწირა თავი ამისათვის ხო ესე იგი პარალელი აქ არის ესე იგი ქრისტეს ფაქტობრივ რომ გაიღო თავისი საკუთარი სიცოცხლე ეკლესიისთვის ანალოგიურს მოგვიწოდებენ ჩვენი ცოლის გულისათვის და აქ აუცილებლად ბავშვებიც იგულისხმობდა მთელი ოჯახიც ხო რომ ქრისტემ თავისი სიცოცხლე გასცა ჩვენთვის და პარალელში ნათქვამია რომ საჭიროების შემთხვევაში ჩვენ უნდა რეალურად გავწიროთ სიცოცხლე ჩვენი ოჯახის სახელით და ოჯახის გულისათვის და დავამატებ რომ თქვენ ესე იგი მაგალითად როცა შემოვარდება ან ვიღაცა გეტყვით არ არის აუცილებელი აჰა მე აქ ავარ მესროლე და წაიღე ჩემი ფული და ჩაბარდეთ ესე არა მე ფიქრობ რომ აქ არის თავდაცვის აშკარა ფაქტორი რომ ფიქრობ რომ ღმერთმა ჩვენში ინსტინქტები ჩადო იმის დამიხედვით ვის რა უნარები გააჩნია თავდაცვის მექანიზმები აი თვალსაც რო ახამხამებთ ეს რაღაცა ხდება მაგ დროს ხო რეფლექსი არის ეს რეაქცია არის ეს ჩვენი მექანიზმის ნაწილი არის და მე ვერ ვხედავ საერთო რამე შეზღუდვას ამ თავდაცვის საკითხში კიდევ ვიმეორებ თქვენი შესაძლებლობების და მიხედვით და ის რა საშუალებები გაქვთ მე ფიქრობ რომ ჩვენ გვეძლება პასუხისმგებლობა გვიყვარდეს და დავიცვათ და ამ მოკანაკოჩი კი არის საუბარი ქმრისა ცოლის მიმართ მაგრამ აქ აუცილებლად იგულისხმება შვილებიც ხო და ეს სიტყვა გამოყენებულია რომ ხსნელია გადამრჩენელი და დარწმუნებულა ჩვენ აქ ბავშვებსაც შევიყვან და ჩავთავთ ამ კონტექსტში და მე მგძნობ რომ თქვენ გაქვთ სრული უფლება დაიცვათ თქვენი შვილები თავდაცვის რეჟიმში ისევ როგორც მე ფიქრობ თქვენ გაქვთ უფლება დაიცვათ ნებისმიერი ადამიანი ბოროტი აგრესორისაგან გულისხმობ რომ კითხვა უნდა დაგისვათ უფრო შეიძლება იყოს ეს პოლიტიკურ დონეზე ხომ მაგალითად შეიძლება რომ ქრისტიანი წავიდეს ომში და პასუხი არის დავიცვათ ისინი ვინც თავდასხმის ქვეშ იმყოფება ბოროტი აგრესორისაგან დიახ ეს მისაღებია ქრისტიანისთვის ეს არის ბოროტი აგრესორის არმიის ნაწილი და ჩვენ ვებრძვით მას რომელთა მე-13 თავში გახსოვთ ხომ მე ხშირად მომყავს ხოლმე ეს ადგილი ეს დაკავშირებული იქნებოდა იმასთან როცა პავლე აღნიშნავს რომ პოლიციას მილიციას ან ჯარისკაცებს აქვთ მახვილი და დღევანდელ დღეს ეს არის იარაღი ხომ ცეცხლსასროლი იარაღი ასე რომ რისთვის იყო ეს ხმალი და მახვილი გამოყენებული ეს არ იყო რაღაცა იმისეთ მუხლზე დასარტყმელად ხო ეს იყო თავის მოსაკვეთად დასაჟელად სიკვდილით დასაჟელად გამოყენებული რომ ისინი არიან ღვთისმსახურები ისინი არიან სიკეთისათვის განკუთვნილი და ისინი არ გაგიკვირდეთ რომ შურსაც იძიებენ ბოროტებისათვის რათა აღასრულონ რისხვა მათ თავზე ვინც ბოროტებას შადეს ხედავთ ასეთანავე ეს ტექსტი მიგვანიშნებს იმაზე რომ არის დრო მომენტი როდესაც ბოროტი აგრესორისაგან კეთილის დაცვაში მახვილი არის ღვთის მიერ იმოცემული ხელში და მე მჯერა რომ ჩვენი საკუთარი სახლის დაცვის კუთხითაც თუ ვინმე მოდის რომ მოკლას თქვენ სახლში მყოფი ადამიანი ხო ფიქრობ რომ ვალდებული ხარ დაიცვათ ისინი ყველა საშუალებით სიკეთის სახელით რაც არის მართალი კეთილი სამართლიანი ბოროტი აგრესორის წინააღმდეგ მე მგონი ეს უპასუხებს თქვენ კითხვაზე ხომ დიახ გმადლობთ და დამატების თვალსაზრისით როცა თქვენ ამას პრაქტიკულად ახორციელებთ მე მგონი მე მოვყევი ეს ამბავი წინა ჯერზეც გაზაფხულზე როცა დამისვეს ეს კითხვა როდესაც ჯალათის ყასაბის დანით უნდა მანიაკ შემოსვლა და მელინდას ჩემი გოგონას წაყვანა ხო მოტაცება იცით ხო მე ვიპოვნე რაც ხელთ მქონდა 34 დიუმიანი ბეისბოლის ჯოხი და მე უბრალოდ კართან მას უთხარი თუ შემოვიდო და ეს თავის თავს იპოვნიდა ლოს-ანჯელესის ბოლოში და მე მზად ვიყავი რომ ეს გამეკეთებინა ყველა საშუალებით რომ ყველანაირად შემეჩერება მე მას საშუალებას არ მიცვენდი რომ ჩემ ქალიშვილთან დანი შემოვარდნილიყო ასე რომ მე გძნობ რომ ჩვენ გვაქვს ღვთისგან მოძებული ვალდებულება დავიცვათ ჩვენი ოჯახის წევრები გასაგებია დიახ მადლობ ჯონ გასაგებია